მივესალმო. მინდა მივესალმო ჩემ კოლეგებს, ჩვენ მაღალ სტუმრებს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს, მათ დელეგაციებს, ჩვენ ფაქტიურად უკვე გვაქვს ძალიან ინტენსიური შეხვედრები და თანამშრომლობა. ჩემი პირველი ვიზიტი იყო თურქეთში და მე მინდა ხაზი გაუსვა იმ სითბოს, რაც იყო ამ ვიზიტის დროს. ბატონ ილხამს ერთი კვირის წინ შევხვდით პრაგაში და მანამდეც ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ბაქოში. ჩვენი თანამშრომლობა არის მრავალწლიანი და შთამბეჭდავი, თავისი შედეგებით, თავისი პოზიტივით, რაც მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის. დღეს ჩვენი შეხვედრით ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავთ იმ მნიშვნელოვან წამოწყებებს, რაც დაწყებული გვაქვს რეგიონში. მე მინდა საგანგებოდ მადლობა უთხრა ბატონ აბდულა გიულს ამ ინიციატივისთვის, საგანგებოდ მადლობა უთხრა ბატონ ილხამ ალიევს იმისთვის, რომ შინაარსი და მნიშვნელობა ჩადოდა გააძლიერა ამ კონფერენციის, ამ სამიტის და კიდევ ერთხელ ვთხოვო მათ მოკლე მისალმებით მიესალმონ ჩვენ დავსწრე საზოგადოებას. ბატონ ილხამს მინდა გადავცე სიტყვა. Hörmətli Gürcistan prezidenti, hörmətli Türkiyə prezidenti, ilk növbədə საქართველოს პარტიულ პრეზიდენტო, თურქეთის პრეზიდენტო, გამოხატოთ ჩემი მადლიერება ამ ინიციატივისათვის და კიდევ ერთხელ ჩემთვის პატივი გვაქვს მეგობრული ქვეყნის მიწაზე და მართლაც მე კიდევ ერთხელ დავდასრულო ეს ბრწყინვალე რეზულტატები, რომელიც მოაქვს ჩვენს ინიციატივას და დღეს სამი ქვეყნის წარმომადგენლები ვართ აქ ამ სამიტზე, თბილისის სამიტზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამიტზე ექნება ბრწყინვალე შედეგები, კავშირები, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს არის დიდი ხნის კავშირები. ჩვენ აგრეთვე შეიძლება ვთქვათ ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ასევე უმაღლეს დონეზეა. და ორმხრივი ფორმატი ჩვენ დებთ ბევრ ძალისხმევას იმისათვის, რომ ეს სამხრივ ურთიერთობა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ემსახუროს არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიანობაში, რეგიონს და მთელ მსოფლიოს, რამე თუ ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ჩვენს ორმხრივ ინტერესებზე და აგრეთვე მომდინარეობს ჩვენი პროექტის მნიშვნელობიდან და ფაქტობრივად მან ის გაცდა უკვე რეგიონულ საზღვრებს და გლობალური სახე შეიძინა. რა თქმა უნდა, ეს სამიტი უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და რა თქმა უნდა, საკითხები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ დღეს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელობას იძენს და მე დარწმუნებული ვარ, დღეს რეგიონული საკითხები, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, ენერგოუსაფრთხოების საკითხები, სატრანსპორტო საკითხები, ისევე როგორც ჰუმანიტარული საკითხები, მთლიანობაში თანამშრომლობა იქნება ძირითადი საკითხები ჩვენი შეხვედრისა და ჩვენ აგრეთვე ვისაუბრებთ მომავალზე, მომავლის სამოქმედო გეგმაზე. კიდევ ერთხელ მე მინდა გამოვხატოთ ჩემი გულწრფელი მადლიერება სტუმართმოყვარეობისათვის და ამ ინიციატივის მხარდაჭერისათვის. გმადლობთ. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მე მინდა ბატონ აბდულას გადავცე სიტყვა მისალმებისთვის. Gürcistan Cumhurbaşkanı değerli dostum Sayın Makbelaşvili, Azerbaycan Cumhurbaşkanı değerli kardeşim. Malum საქართველოს პრეზიდენტო, ჩემო მეგობრებო, პრეზიდენტო ალიევო, პრესის წარმომადგენლობა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყოფი საქართველოში ამ სამხრივი სამიტის ფარგლებში, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს არის მრავალმხრივი და ძალზე კონსტრუქციული თანამშრომლობის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი და 2007 წელს როგორც ქვეყნის პრეზიდენტებმა ჩვენ შევიკრიბეთ და დავიწყეთ ახალი ეტაპი ჩვენი თანამშრომლობისა და
გავხსენით ახალი პროექტი, იქ იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სხვა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს და ჩვენ შეხვედრების დროს ძალზე დეტალურად განვიხილავთ ყველა ამ პროექტს, ეს არის თბილისი-ბაქო-ჯეიხანი, თბილისი-ყარსის პროექტი და ვიმეორებ, ეს მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისათვის, არამედ მთლიანად გლობალური მასშტაბით. ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ მნიშვნელობას ამ პროექტებისა და სამი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის, მთლიანად კავკასიის რეგიონში და მე ვფიქრობ, რომ ამას შესაბამისად აფისებენ მთლიანად მსოფლიოში. ჩვენ არ მგაჩნია, რომ ეს კავკასიის მაღალი მთები, ეს არის კედელი, რომელიც გვაშორებს ჩვენ. არა, ფაქტიურად ეს ჩვენ მას ვაქცევთ გზად, ურთიერთობის დამაკავშირებელ გზად და ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ხალხებს, ჩვენ ძმებს, ჩვენს დებს, ჩვენს მეზობლებს და კიდევ ერთხელ გაძლიერებს ჩვენს მეგობრობას, გულწრფელ მეგობრობას, რომელიც ასახვას პოვებს ეკონომიკურ ურთიერთობაში და კიდევ ერთხელ პრეზიდენტების დონეზე ვხვდებით ჩვენ, რათა კიდევ ერთხელ გადავხედოთ მიმდინარე პროცესს და პროგრესს მთლიანობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სამიტები იქნება რეგულარული მომავალში და დიდი მადლობა გულწრფელობისათვის და სტუმართმოყვარეობისათვის. დიდი მადლობა. ახლა ვთხოვთ პრესას დატოვოს დარბაზი და ჩვენ გადავდივართ სამუშაო რეჟიმში.